გახლავთ ვერიკო ხელაია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ხშირად მქონდა ხოლმე შეხება პოეტებთან, ასე ვთქვათ, თავად დედაჩემიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არის და ბავშვობიდან შთამაგონა ეს სიყვარული, ასე ვთქვათ, ლიტერატურის და ყოველთვის ვიყავი ესე გატაცებული, ასე ვთქვათ, პოეზიით. თავადაც წერდი ხოლმე ბავშვობიდან ჯავახეთში დავიწყე ჩემი მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, ეთნიკურ უმცირესობასთან მქონდა პირველად შეხება, რთული რეგიონია საკმაოდ მოგეხსენებათ. და იქ ჩემი პირველი ნაბიჯები ძალიან ისეთ ნაყოფიერი აღმოჩნდა, მივხვდი რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. ოღონდ ამჯერად კიდევ უფრო აქეთ ქართულ ბავშვებთან. პედაგოგად იყო მივლინებული სამცხე ჯავახეთში და სოციალურ ქსელში ნახე მასთან ერთად გადაღებული სურათები. რითიც ძალიან მოიხიბლე და ნენელა ესე მიწერ-მოწერით დავიწყეთ. გიორგის პიროვნებაში ძალიან მომხიბლა იმან, რომ არის უბრალო ადამიანი, უშუალო ადამიანი, ძალიან მორწმუნე ადამიანი, რაც ესოდან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და რა თქმა უნდა, საინტერესოდ თავისი ხასიათი და თვისებებიდან გამომდინარე. ყოველთვის ვცდილობდი მეპოვნა ისეთი მეუღლე, რომელიც იქნებოდა ორიენტირებული ოჯახს. და ღვთისნებით და მადლით ვიპოვე და შევქმნით ოჯახი და ყავს ღმერთისნებით აგერ 5 შვილი. მე ისე გავზრდი ამ ბავშვებს, რომ თითქოს ვერც უგრძნობ, ერთმანეთს ზრდიან, ერთმანეთს უვლიან და რაღაცა ძალიან ისე ჰარმონიულად მიდის მართლა ყველაფერი მადლობა უფალს ამისთვის. და ხუთივეს განსხვავებული ხასიათი აქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან. ყველა სჭირდება თავისი წილი დედა, ასე ვთქვათ. და ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ცოტა რთულია ხოლმე რომ მთელი დღე მათთან ვიყო, თუმცა არ არსებობს, შეიძლება ვიღაცას 9 საათი, ვიღაცას 15 წუთი, მაგრამ ის თავისი წილი დედა აუცილებლად იქ არის იმ დროს მოусმეს, გაიზიაროს მათ სიხარულს, გაიზიაროს მათ მწუხარებას. მამობა ძალიან რთული ყოფილა, არ მეკონა ესე რთული თუ იქნებოდა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ახალ სიცოცხლეს ზრდი და ეს იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ აი ჩემმა ერთმა შეიძლება არასწორმა ქმედებამ შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრება დაუმახინჯოს. ახლანდელ ბავშვებს მეტი სითბო სჭირდებათ, მეტი მოფერება, დაყვავება სჭირდებათ. არ შეიძლება იყოს კატეგორიული, არ შეიძლება. თუმცა ჩემ დროს ეს ხდებოდა ხოლმე, ჩვენ ძალიან კატეგორიულად მიგვითითებდნენ ხოლმე და სხვათა შორის ეს კატეგორიულობა ჭრიდა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად უფროსების იმდენად დიდი პატივისცემა გვქონდა ხოლმე, რომ ჩარჩოებშიც ვექცეოდით. ალბათ იყო ესეც, კი, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. აი დღევანდელი თაობა ასე არ არის, ოღონდ ერთი რაღაც უნდა აღვნიშნო კიდე ძალიან კარგია, როცა ჩარჩოებში არ იქცევა ბავშვი და აქვს თავისუფალი აზროვნება, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაცა ნორმებში, ხო არ შეიძლება გადადიოდეს ზღვარ. რაც დრო მაქვს თითქმის თავისუფალი სულ ვატარებ ჩემს შვილებთან, თამაშობთ, თავიანთ ჭკუაზე დავდივარ, როგორც მათ უნდათ, ისე მატრიალებენ. რა თქმა უნდა, ტყუპები უფრო და უფროსებთან უფრო გავდივართ სკვერში, ვსეირნოთ, ფეხბურთზე დამყავს უფროსი და ეს ბუნებაში ხშირად გამყავს. ვერთობით შეძლებს დაგვართ, როგორც მათ უხარიათ ის. ჩემ ჭკუაზე არა, მატრიალებენ თავიანთ ჭკუაზე როგორც უნდა და მეც შეძლებს დაგვარად, ვცდილობ რომ იყვნენ ბედნიერები და უსურებ რასაც ვთხოვენ შეძლებს დაგვარად. მამა არის ძალიან კეთილი, სულ ცდილობს რომ აი ყველანაირად გაგვაბედნიეროს, გაგვახაროს. როდესაც რაღაცის საშუალება აქვს, რასაც ცის დავადებთ, ყველაფერს ვყიდულობს. დედაც ანალოგიურად. მე ყველაზე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. 6 მედალი მაქვს ფეხბურთში. 1 თასი. ფეხბურთელებს რო უყურებდი, შემიყვარდა ფეხბურთი და მამას ვუთხარი, რომ ფეხბურთზე მინდა სიარული მეთქი და მამამ ჯერ ერთ ადგილას რომ სადღაცა დავყავდი, იქ ჩემზე დიდები იყვნენ, მერე დაიშალა ის გუნდი და სხვა გუნდი მომიძებნა და მაგ გუნდში დავდივარ ახლა. მე ვაპირებ, რომ დიდი რო გავისტები, საქართველოს ნაკრებს მოვაგებინო ბევრი თასები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის აპოვნინო თავისი თავი. მე ესე მგონია. ნუ გარდა იმისა, რომ ახლა ნათქვამია ხო, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა და მე ძალიან მიყვარს ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი ხა ზუსტად
აღარ მახსოვს სახელი და გვარი, მაგრამ გეტყვით რომ მას ასეთი გამოთქმა აქვს ძალიან კარგი. დაანებეთ შვილების აღზრდას თავი. ხო, ისინი მაინც თქვენ დაგემსგავსებიან და ძალიან მომწონს ნამდვილად. ჩვენ ჩვენი თავი უნდა აღზარდოთ, ნახეთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ ვიქცევით, იმიტომ რომ შვილი აბსოლუტურად გვბაძავს ჩვენ. გავიგე რომ ვიოლინო იყო, მოდი ასე ვთქვათ, საკრავების დედოფალი. და ძალიან მომეწონა და ამოვიჩემე რომ მინდოდა შესვლა. დედამაც ამ შემთხვევაში მხარი დამიჭირა და იმ დღესვე შემიყვანა. ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა და ეს იმიტომ მიყვარს, რომ მოდესაც დაძაბული ვარ, რაღაცა არ მომწონს. ხატვის დროს ეს ყველაფერი მიხსნება. შვებას გვცნობ. ჩემს და-ძმებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. პატარებსაც, როგორც დედა და მამა, ისევე მეც ვარიგებ ჭკუას რაღაცებს, ვასწავლი. განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ჩემს დასთან. იგივე ჩემი საუკეთესო მეგობარია. მე მქვია ანანო, გვარი მაქვს ცინცაძე. დავდივარ ვიოლინოზე და ცეკვაზე. მიყვარს მათემატიკა და ქართული საგნებში ყველაზე მეტად. ფიზიკური დასჯის აუცილებლად წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ დროს. და ვფიქრობ, რომ ეს ყოველდღიურად მიუღებელიც არის, რაც არ უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობდეს ახლა დასჯის მეთოდები, ხო? მაგალითად, შეიძლება ასეთი დასჯის მეთოდი გქონდეს, თუ რაღაც ისე არ გააკეთა, ან დაუშვა ისეთი შეცდომა მოდი ბრჭყალებში ჩავსვათ, რომელიც ამორალურია, მიუღებელია, ხო? და ვფიქრობ, რომ ეს დააზიანებს მას და მისთვის არ არის კარგი. აუცილებლად რაღაცა შევუზღუდავ, თქვა, მისთვის საყვარელი რაღაცა რაც არის, რომ ვიცი, რომ ძალიან უყვარს, ხო, სადღაც უნდა წავიდეს, თქვა, იმ დღეს, ან მეგობართან ერთად უნდა გაისეირნოს, ან რაღაცა აქვს, ხო, დაგეგმილი, ეს შეზღუდვები იქნება, ჩემთვის ეს არის დასჯა. და არა რაღაცა ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდი რაღაცა, ამით ბავშვებში აგრესიას უნერგავთ, სამწუხაროდ და მე ეს ფიზიკური დასჯა ხოლმე გადადის თვითონ სხვას აუცილებლად გადაუხდის, აი სამაგეროს რაღაცა და ვიღაცას დაჩაგრავს. ბავშვებს ხშირად უნდა ვესაუბროთ, დიახ, უფალზე, მის ძლევამოსილებაზე და ზოგადად არა მარტო საუბრები, არამედ ნახეთ, ეს ყველაფერი უნდა ვაგრძნობინოთ კიდეც, აი ვაგრძნობინოთ რას გულისხმობ. თუ კი შვილს რაღაცნაირად სწორად მისცემ მიმართულებას და გააცნობ აი ამ ასე ვთქვათ ღმერთის არსებობის არსს, ხო, თუნდაც აი ტაძარში სიარულით, იმიტომ რომ პატარა ბავშვს ცოტა ნაკლებად ესმის ხომ რაღაც, მაგრამ აი სულიწმინდის მადლი მე ნელ-ნელა თვითონ გადმოდის, იცით, თვითონ რომ შეგეხება უფალი, ამის თქმა მინდა, ძალიან რთულია ჩვენ განვიხილოთ ასე რომ ღმერთზე უნდა ვესაუბროთ, ეს არ არის რაღაცა ზღაპარი ხო იყო და არა იყო რა, რომ ნაცარქექია მოვუყვეს შვილს და ვესაუბრო, არა. ეს რაღაცნაირად უნდა ვაგრძნობინოთ, აი ამ საუბრებით, აი ამ სიარულით ტაძარში თვითონ გადმოდის ბავშვის სულიწმინდის მადლი და უკვე თვითონ ძალიან კარგად ესმის რა არის უფალი და რას ნიშნავს ზოგადად სიყვარული უფლისა. ჩემი მესამე ბიჭი ნიკოლოზი, ტყუპები მიქაელი და გაბრიელი გახლავთ უწმინდესის ნათლულია სამივე და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ძალიან დიდი სიხარული არის ჩვენი ოჯახისთვის. მინდა რომ ბედნიერები იყვნენ. მაგის მეშინია რომ რამე დაბრკოლება ისეთი არ შეხვდეთ ჩემ შვილებს. მაგრამ ღმერთის სიყვარულით ვივიწყებ ხშირად ამშის და ვიცი რომ ღმერთი არის ჩემ შვილებთან და დააძლევინებს ყველანაირ პრობლემას. არ მოუვლენ ჩემ შვილებს ისეთ გასაცდელს, რომელსაც ვერ დაძლევენ. ჩემი ოცნება პირველ რიგში არის ის, რომ ჩემს ქვეყანაში და არა მარტო ჩემს ქვეყანაში, სრულიად მსოფლიოში იყოს მშვიდობა. იყვნენ ბედნიერი ბავშვები. აი ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რომ მქონდეს ჯანსაღი და ლაღი, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად აისახება ხოლმე მეორე შემდგომ ნებისმიერ პიროვნებაზე. და ვისურვებდი, რომ აი განსაკუთრებით საქართველოზე მაქვს აქცენტი, რომ აი ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს ეს ამდენი სოციალური სიდუხჭირე, ამდენი ასე ვთქვათ, აი გაჭირვებული ადამიანი და მინდა რომ ყველა ვნახო გაბწყინებული თვალებით, ბედნიერი თვალებით და ყველა დედა იყოს აი ესე გამართული თავისი შვილებით.